კულტურის მინისტრი იტალიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ფლორენციის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის დირექტორს შეხვდა. ეს გელათის რეაბილიტაციის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობს. ვიზიტის ფარგლებში თინათინ რუხაძე ფლორენციის სან ჯოვანის ბაპტისტერიუმში მიმდინარე საკონსერვაციო სამუშაოებს გაეცნო. ამ პროექტ სპეციალისტების ის ჯგუფი ახორციელებს, რომელიც გელათის მოზაიკის კონსერვაციაზე მუშაობს. იტალიაში ვიზიტის ფარგლებში ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა ფლორენციაში ბაპტისტერიუმში ადამიანების ჯგუფთან, რესტავრატორების ჯგუფთან, პროფესიონალების, რომლებიც აკეთებენ ასევე გელათის მოზაიკის რესტავრაციას. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებთან მოგვეცა საშუალება გქონდეს ის ურთიერთობა, რომ ჩვენი ქვეყნის საგანძურის ხვალიდელ დღეზე ისინი ზრუნავდნენ. მოვინახულეთ გარე და შიდა სარესტავრაციო სამუშაოები ბაპტისტერიუმში. ასევე დავათვალიერეთ ჩვენი ინსტიტუტი. მნიშვნელოვანია აღნიშნო მრავალი კავშირი, რომელიც ბაპტისტერიუმსა და გელათის რესტავრაციას შორის არსებობს, რომელშიც სამინისტროს მეშვეობით აქტიურად ვართ ჩართულები. მაგალითად, მთავარი რესტავრატორი ბაპტისტერიუმისა, რომელიც ახლა მოვინახულეთ, გელათის მე-12 საუკუნის ფრესკის მთავარი რესტავრატორია.